გამარჯობა მეგობრებო, დღეს შემოგთავაზებთ ბოთლების რეცხვის ვიდეოს, რომელიც არის საკმაოდ რთული და შრომატევადი. რადგან ლუდი დაბალ ალკოჰოლური სასმელია, დაახლოებით 5 გრადუსი, შესაბამისად იგი ძალიან გრძნობიარეა ბაქტერიების და დაბინძურების მიმართ. პირველ ეტაპზე უბრალოდ კარგად დავალბობთ ცხელი წყლით ჩვენს ბოთლებს და ჯაგრისით შეგვიძლია თუ ძალიან დაბინძურებულია მექანიკურად მოვაცილოთ ეს დაბინძურებები. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს საჭირო არ არის. რამდენიმე წუთის შემდეგ გადმოვასხამთ წყალს და დავიწყებთ კაუსტიკური სოდით გარეცხვას ჩვენი ბოთლებისას. საშუალოდ გვჭირდება 2-2.5%-იანი კაუსტიკური სოდის ხსნარი, ანუ 1 ლიტრ წყალში ჩავყრით სადღაც 20-25 გრამ კაუსტიკურ სოდას. ჯერ ვასხამთ თბილ წყალს ბოთლში და შემდეგ ვყრით კაუსტიკურ სოდას. ეს სრულიად საკმარისია საშუალო დაბინძურების მოსაცილებლად. თუ დიდი ჭურჭელი გვაქვს, შეგვიძლია ავავსოთ ის კაუსტიკურ სოდით და მთლიანად ჩავყაროთ ჩვენი ბოთლები და დავფაროთ ისინი, მაგრამ ჩემ შემთხვევაში უბრალოდ ვანაწილებ ბოთლებში საშუალოდ 100-150 გრამ კაუსტიკური სოდის ხსნარს და ვაფარებ თავზე. ამის შემდეგ კარგად შევანჯღევ და დაველოდები რამდენიმე წუთით. და ისევ გავიმეორებ ამ ეტაპს, ანუ დაახლოებით 2-3 ჯერ შევანჯღევ 5-10 წუთის ინტერვალით. კაუსტიკური სოდა არის ძალიან სახიფათო, შესაბამისად გვჭირდება როგორც პირბადე, ასევე სათვალე და რა თქმა უნდა რეზინის ხელთათმანები. ამის შემდეგ გადავასხამთ ბოთლებიდან სითხეს და სუფთა წყლით რამოდენიმეჯერ კარგად გამოვავლებთ მას. პარალელურად დავიწყებთ ლიმონმჟავის წყალხსნარის მომზადებას იგივე პროცენტულობით. 1 ლიტრზე 20-25 გრამი. თანმიმდევრობა აქაც იგივეა. ლიმონმჟავით ხდება კაუსტიკური სოდის განეიტრალება და თავს ვიზღვევთ, რომ კაუსტიკური სოდა არ დარჩეს ჩვენს ბოთლებში. ისევ გადავანაწილებთ ლიმონმჟავას ჩვენს უკვე წყლით გარეცხილ ბოთლებში და გავიმეორებთ იგივე პროცედურას, დავაფარებთ თავს და რამოდენიმეჯერ კარგად შევანჯღევთ და დაველოდებით. სადღაც 2-3 ჯერ 5-5 წუთიანი ინტერვალით. ასევე როგორც კაუსტიკური სოდის შემთხვევაში, თუ დიდი ჭურჭელი გვაქვს, შეგვიძლია დიდი რაოდენობით მოვამზადოთ ეს წყალხსნარი და მთლიანად ჩავძიროთ ჩვენი ბოთლები. ამ ეტაპის გავლის შემდეგ უკვე ვიწყებთ ისევ სუფთა წყლით ჩვენი ბოთლების გარეცხვას. თავის დაზღვევის მიზნით, თუ ჩვენ გვაქვს შავიანობის საზომი, შეგვიძლია გავუზომოთ ჩვენ სითხეს pH-ში. ჩვენს ლიმონმჟავას, როდესაც რამოდენიმეჯერ სუფთა წყლით ჩამოვრეცხავთ, უკვე დავიწყებთ ბოთლების სტერილიზაცია სტარსანით. გთხოვთ, გამოიწეროთ ჩემი არხი, რათა შემოგთავაზოთ უფრო საინტერესო ვიდეოები. მოვამზადებთ სტარსანის სითხეს და დავიწყებთ ბოთლებში განაწილებას. ესეც ანალოგიურად შეგვიძლია დიდ ჭურჭელში გავაკეთოთ და ჩავძიროთ, მაგრამ ასე უფრო ეკონომიურია და მოსახერხებელიც პატარა სივრცეში. ისევ საშუალოდ სადღაც 100 მგ-ს ჩავასხამთ და რამოდენიმეჯერ კარგად შევანჯღევთ. საკმარისია 30-60 წამი კონტაქტი სტარსანის მინის ზედაპირზე. ამის შემდეგ შეგვიძლია უკვე ჩვენი სითხე გადავწუროთ, მას არ ჭირდება სხვა სითხის წყლის ან რაიმესი გამოვლება, მასში დარჩენილი ქაფი სრულიად უვნებელია ჩვენი ლუდისთვის, ანუ არ დაგვიზიანებს არაფერს. ჩვენი ბოთლები სუფთაა, სტერილური, მზად ვარ ჩამოვასხათ ლუდი. მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.